სპორტის ახალი ამბები. კახა გელაშვილთან ერთად რადიო იმედის ეთერში. ეთერში რადიო იმედის მორიგი სპორტული გამოშვება საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატის მე-19 ტურის 4 მატჩი გაიმართა გუშინ თბილისის სპორტის სასახლეში. 4-ვე შეხვედრა მოაღრესად დაძაბულ და უშეღავათო ბრძოლებში ჩაიარა. დღის პირველი მატჩი სტუდენტური დერბი სამედიცინო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდებს შორის ფავორიტად მიჩნეული თესეუს მარცხით აღენიშნა 73-73 ქულის ხოობით მოიგეს მედიკოსებმა. ცენტრალური შეხვედრა ტურისა, რომელიც ტრადიციულად 14 საათზე დაიწყო, ლიდერთა მატჩი გახდათ ოლიმპი, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდ აკადემიას დაუპირისპირდა. აკადემიამ შეძლო ოლიმპის დამარცხება 70-63. ბენჟამინ რეიმონდი და კირკ არჩიბეკი აკადემიის ამერიკელი ლეგიონერები გახდნენ საუკეთესონი. რეიმონდის ანგარიშზე 24 ქულა 9 მოხსნა, არჩიბეკი 22 ქულით 11 მოხსნით მორიგი ორმაგი დუბლით შეეწია საკუთარ გუნდს. რაც შეეხება ოლიმპს, გუნდის ჩერნოგორიელი ცენტრი სტევან მილოშევიჩი კლავაც მოწოდების სიმაღლეზე იყო, 19 მოხსნა, ასევე 15 მოხსნა მილოშევიჩის ანგარიშზე. არმია რუსთავი დღის კიდევ ერთი გამორჩეულად საინტერესო მატჩი. რუსთავის გამარჯვებით დასრულდა 15 ქულის ხოობით წააგო არმიამ ქვეყნის ჯერჯერობით მოქმედა ჩემპიონმა 79-64 გახლავთ მატჩის ანგარიში. მეოთხედი არმიელებმა პირწმინდა ჩააგდეს 8-29 წააგო კოტეტუღუშის გუნდმა დასმეთი მეოთხედი, რამაც ბუნებრივია ზეგავლენა იქონია მატჩის საბოლოო შედეგზე. კაილ ნელსონი, ამერიკელი ლეგიონერი და ერთ-ერთი ლიდერი რუსთაველთა გუნდისა საუკეთესო 27 ქულით 12 მოხსნით. რაც შეეხება არმიას, გუნდის ცენტრი გიორგი შარაბიძე 15 ქულით ასევე 9 მოხსნით გახდათ ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი. დღის დასმეთი მატჩი სოხუმისა და დინამოს, თბილისის დინამოს შორის, აქაც ფავორიტმა წაიფორხილა. დინამო მიიჩნეოდა წყვილის ფავორიტად, სოხუმმა მინიმალური სხეობით იმარჯვა 74-73. გრიგორ შვანგირაძე 21 ქულით ყველაზე შედეგიანი სოხუმელთა შორის, ასევე 21 ქულით გამოირჩა დინამოელთაგან ამერიკელი გამთამაშებელი ლამარ კარიმი. გუშინდელი საასპარეზო დღის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერობა ხელთ იგდო შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა აკადემიამ. 17 მატჩი 15 მოგება გახლავთ ამ გუნდის ანგარიშზე, რომელსაც შეგახსნებთ გამოსტილი ბერძენი სპეციალისტი გეორგიოს კეცელიდისი უდგას სათავეში. ოლიმპი გია კაზანჯიანის გუნდი მეორე ადგილზეა 14 მოგებით, 13 მოგებით მომდევნო ორ ადგილს რუსთავი და არმია ინაწილებენ. მეხუთე-მეექვსე ადგილებზე 10 მოგებით დინამო და ქუთაისი იმყოფებიან, 7 მოგებით მე-7 ადგილზეა სოხუმი, ხოლო პლეი-ოფში გამსვლელ ბოლო მე-8 ადგილზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდია, ესე მე-6 მატჩის მოგება შეძლო. საქართველოს ჩემპიონატის რეგულარული სეზონის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი. მე-20 ტურის მატჩები თბილისის სპორტის სასახლეში 30 მარტს გაიმართება. 5-ვე მატჩი სპორტის სასახლეში ჩატარდება. ოლიმპი რუსთავის შეხვედრა იწვევს უდიდეს ინტერესს, თესეუ სოხუმს შეხვდება აკადემია ქუთაისს, ხოლო თბილისის დინამო არმიას. დღის ასევე მეტად საინტერესო შეხვედრა აღნიშნული მე-20 ტური კი ესტეუ სამედიცინოს მორიგი სტუდენტური დერბით დასრულდება. ჩვენს მომდევნო სპორტულ გამოშვებაში განვაგრძობთ კალათბურთის სიახლეებზე საუბარს. მომდევნო გამოშვებას მთლიანად ამერიკული კალათბურთის სიახლეებს დავუთმობთ.